სახელითა მამისათა დadzისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. მივოცავ დიდებულ დღესასწაულს. პანტელეიმონ დიდმოწამე პანტელეიმონ კურნალის საოცარი ცხოვრება აქვს. სანამ მოინათლებოდა უკვე მის ხასიათში ჩანდა თუ როგორი ღვთის მოყვარე იყო და როგორი ერთგული თავისი საქმის. მონდომებული და რაში ეტყობოდა მონდომებული იყო სწავლაში თავის საქმის, ანუ კურნალი იყო და იმ დროს ყველაზე ცნობილ კურნალს მიაბარეს, რომ უფრო მეტი ცოდნა შეეძინა. და აი ამ გულმოდგინებისას საღვთო სულმა მოიხილა მისი შინაგანი მდგომარეობა და ერთხელაც შეახვედრა თავის მოძღვარს, რომელმაც აუხსნა თუ რა არის ქრისტიანობა თუ და რა არის თქვათ ჭეშმარიტი რწმენა. ყოველდღე დადიოდა მასთან და ყოველდღე ისმენდა ქადაგებას იესო ქრისტეს ამ ქვეყნიურ ცხოვრებაზე და ერთხელაც როდესაც რო გამოვიდა და მიდიოდა სახლში გზად დაინახა პატარა ბავშვი გველისაგან დაკმენილი და იქვე იწვა ის გველიც და შეაძრწუნა ამ სახილველმა გადგა გვერდზე და ხელაფხრობით უფალს შეღაღადა. უფალო იესო ქრისტე, თუ გსურს და არის ნება შენი რომ მე გავხდე შენი ერთგული, მაშინ აღადგინე ეს ბავშვი. და მართლაც ბავშვი წამოდგა, თითქოს ეძინა, თითქოს არც არაფერი არ მომხდარა და ის იქედნე შავმიანი გველი იქვე განსკდა. და აი ამ სასწაულმა სრულიად შესვალა პანტელეიმონის შინაგანი მდგომარეობა. გახდა ქადაგებელი თავისი სიტყვით და თავისი საქმით. და კურნავდა ადამიანებს იესო ქრისტეს სახელის მოხმობით. ერთში მას ერქვა პანტელეონი, ანუ თარგმანში ყოვლად ლომი. ხოლო როდესაც ბოლოს მისი 8 წლის ბოლოს უფალი გამოუჩნდა მას, პანტელეიმონი დაარქვა, რომელიც იყო უკვე საღვთო განგებულებით შერქმეული მისი შინაგანი მდგომარეობით გამოწვეული სახელი. კურნალი და შემწე ყველასი, ვინც მას მოიხსენებს და შეევედრება კურნებისათვის, სულიერი და ფიზიკური კურნებისათვის. უამრავი სასწაული აღასრულა და გახდა ქადაგებელი ქრისტეს ერთგული მსახურებისა. ბევრი რამ შესთავაზეს, როგორც ყოველთვის წარმართებმა მე-4 საუკუნე. ბევრი რამ თქვათ შეჰპირდნენ, მაგრამ იგი არ დათანხმდა და არ გაცვალა ქრისტე წარმავალ პატივსა და დიდებაზე. ისე ეკლესია იხსენებს ყოველთვის მოწამეებს, ეკლესიის მამებს და ყველასთან თითქოს ერთი საერთო ნიშანი არის. არცლიან უხილავ დიდებას, ხილულ წარმავალ პატივსა და დიდებაზე. ისე ჩვენ უნდა გვახსოვდეს, არჩევანი თუ დაგვიდგება და არჩევანი გვიდგას, უნდა ავირჩიოთ, ვისი ერთგულება გსურს. და ეს ერთგულება რაში გამოიხატება? ჯერ კიდევ მადლობა ღმერთს, დევნა არ არის და მოწამეობაზე არ მოგვიწოდებს უფალი. მაგრამ ჩვენი მოწამეობა და ჩვენი ერთგულება რაში გამოიხატება? დილის და საღამოს ლოცვების სისტემატიურ თქმაში, მარხვის დაცვაში, რა თქმა უნდა, შეძლების დაგვარად, ძალისებრ ჩვენისა. და მამები ამბობენ, რომ ხორცი გვჭირდება, რომ სულიერი სიმტკიცე გქონდეს და სული სიმტკიცე გვჭირდება, რომ ხორცი არ მოუძლურდეს და არ იყოს მიდრეკილი თავისი ნების აღსრულებისაკენ. ამიტომაც ზომიერება ყველაფერში კარგია და მამები ამ ზომიერებას არქმევენ სამეუფო გზას. უძლურებისა გამო შეიძლება რაღაცა არასამარხომი იყოს ადამიანმა, მაგრამ მას ეს ცოდვა არ შეერაცხოს, რადგან კურთხევით იქნება ეს მის მიმართ გადადგმული ნაბიჯი. ასე რომ ჩვენი დღევანდელი ერთგულება და მოწამეობა გადის იესო ქრისტეს მცნებების დაცვასა და ერთგულებაზე. როცა რომ ჩვენ თავს შეღავაც არ უკეთებთ, როცა რომ ვიცით ორში ყველაზე უფრო მთავარი რა არის. მამები, ძველი მამები ესე ამბობენ, პირველად ღმერთი
საზომიც ჩვენი ესეთი უნდა იყოს. პირველად ღმერთი. რა სათნო ეყოფა და რა მოეწონება უფალს, იგივე გვინდა ჩვენ და იგივე გაგვახარებს ჩვენ. ასე რომ დღევანდელი დღის შეწევნით და დღევანდელი დღის წმინდანის ლოცვით ღმერთს ვთხოვთ, რომ ჩვენი მსახურება ქრისტეს მიმართ იყოს ყოველთვის ერთგული და გააზრებული, ზომიერი. მამები ამბობენ სახარებიდან, რომ სული მტკიცეა, ხორცი უძლური. სულს თუ უნდა, ყველაფერს შეძლებს ადამიანი. თუ ხორცს მიუშვებს და მოეფერება და შეღავათ იზებნას დაიწყებს, მაშინ კოჭლობით ივლის. თუმცა ღმერთი ამასაც შეისმენს და შეიწირავს ოღონდ. ჩვენ ვამბობთ, ჩვენი დიდი წინაპრების მსგავსად ქსურს ხმეთ შეუორგულებლად შემართებით ვიაროთ და ვემსახუროთ უფალს. დღევანდელი დღე კიდევ უფრო სასიხარულოა. ჩვენმა მრევლმა იცის, რომ ათენიდან ჩვენთან ხშირი სტუმრები არიან მამა აბიბოსი, მამა ნიკოლოზი, რომლებიც თავის მრევლთან ერთად მოდიან და ჩვენთან ყოველთვის მსახურებაზე იღებენ მონაწილეობას. მაგრამ დღეს იმიტომ არის კიდევ უფრო სასიხარულო, რომ მამა აბიბოსი მსახურებს ათენში წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის ტაძარში. ასე რომ მამა უსულოცავთ ასეთი თავისი ტაძრის დღესასწაულს და გვიხარია, რომ პანტელეიმონ დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღეს მამა აბიბოსი, მამა ნიკოლოზთან ერთად არის ჩვენთან. არცა სიშორე, არცა სიძნელე გზისა. არ უნდა იყოს დამატყოლებელი საღვთო ტრაპეზზე, წირვაზე მოსვლისა და დასრებისა, ზიარებისა და სიყვარულის გაზიარებისა. ღმერთმა ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა და ამ მიწაზე დაწყებული სულის სახსნელი საქმე ღმერთმა აკურთხოს ზეცაში ჩვენი ერთად ყოფნით უფალთან. გვირგვინად მოგვეცეს ეს. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. იუცად დღესასწაულს.